ცნებებზე დაფუძნებული სწავლება რა რიგ მნიშვნელოვანია, ამაზე დიდ ფიცს მტკიცს მეც აღარ დავიწყებ, ბევრჯერ გაჩერდა დღევანდელ დღეს. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც ინგლისური ენის ექსპერტისთვის და ასევე როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისთვის, ეს იყო საშუალება, რომ 21 საუკუნეში დაბადებულ და აღზრდილ თაობას მიმეცა საშუალება იმისა, რომ თეორიული ცოდნა გარდაქმნას პრაქტიკაში და სამყარო, რომელსაც ესე ყისიერად ვითარდება და მუდმივ განვითარების პროცესია, უკვე სარგებელს ვეღარ მისცემ და საგაკვეთილო პროცესში, ესე დანაწევრებით ნასწავლი, თუნდაც გრამატიკა თუ ლექსიკა, თუ კი იმას ბავშვი ვერ გაამთლიანებდა ყოფილ ცხოვრებაში და არ გადმოიტანდა ყოფილ ცხოვრებაში. ჩვენ სქემა ეხლა ხედავთ სლაიდზეც და დავინახავთ, შევეცდები ძალიან პრაქტიკულად დაგანახოთ ექსპერტული თვალითაც და შიგნით სასკოლო ცხოვრებიდანაც, როგორ მოახდინა ცოდნა ცნებებზე დაფუძნებულმა სწავლებამ ცოდნის სიღრმისეულად გაანალიზება, როგორ მოახდინა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, როგორ შევძელი მე როგორც ერთმა საგნის პედაგოგმა დამიმყარებინა კავშირი სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან და მოსწავლეებს დაენახათ, რომ რა მარტივია თურმე და როგორ გვჭირდება სხვადასხვა სრულიად განსხვავებული საგნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა ერთმანეთის შესავსებად და გასაძლიერებლად, როგორ მოგვცა საშუალება სწორედ კომპლექსურმა დავალებებმა, რომ ბავშვებს თავადვე ესწავლათ, როგორ წარემართათ სწავლის პროცესი და მრავალფეროვანი საშუალებები გამოიყენებინათ და რა თქმა უნდა კონსტრუქტივისტული მიდგომები ეს მთავარი keyword არის, ასე რომ ვთქვათ, ცნებებზე დაფუძნებული სწავლებისათვის და რა თქმა უნდა ინგლისური ენისთვისაც. ეხლა ძალიან ზოგადად ვიტყვი, არ მინდა მე ეხლა საგნობრივ ჭრილში ჩავიდე, უბრალოდ გეტყვით ერთს, რომ ისევე როგორც ყველა საგანში, ჩვენს გვაქვს რაღაც ძირითადი ცნებები, რის გარშემოც მუშაობთ, არა აქვს მნიშვნელობა რა სახელმძღვანელოს ვიღებთ, რა ეგრეთ წოდებულ თემას, ანუ იუნიტს გავდივართ, ყველა იუნიტში თავისი ნაბიჯი იდგმება ამ ცნებების გასააზრებლად და ეს სლაიდიც ამიტომ აქვს წარმოდგენილი, რომ ერთი შეხედვით დავინახოთ ყველა ცნება, ყველა თემაში, როგორ მარტივად უნდა გამიაქტიურდეს მე. ეხლა მინდა პრაქტიკულად განახოთ ერთი კონკრეტული დავალება, რომელიც თქვათ მე თვითონ გამოვიყენე ჩემს მაშინდელ მე-9 კლასელებთან. აქ ახლა ინგლისური დავალების პირობა გახლავთ ის, რომ მქონდა რაღაც სახელმძღვანელოში ერთ-ერთ ტომის ბოლო მაცხოვრებელზე ტექსტი, ინფორმაცია და ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ მე გამიჩნდა იდეა, რომ ჩემს მოსწავლეებს უკვე მოეძიათ თავადვე ინფორმაცია ბოლო last inhabitant, ხედავთ სათაურიც ესეთია, ბოლო მაცხოვრებელი. მე რა თქმა უნდა მივაწოდე მათ რესურსები და ის ლექსიკური თუ გრამატიკული ერთეულები, რაც ჩვენ იმ თემის ფარგლებში უნდა შეგვესწავლა, ახლა უკვე ბავშვებს თხოვე, რომ გაემთლიანებინათ და ჩაეწერათ ვიდეო რეპორტაჟი იმაზე, ერთ-ერთ ბოლო მაცხოვრებელზე და ამ ვიდეო რეპორტაჟში უნდა აღეწერათ მას რა იყო მთავარი მახასიათებელი, ვინ იყო მთავარი პერსონაჟი ამ რეპორტაჟისა, სად ცხოვრობდა ეს პერსონაჟი, რატომ იყო ის თავისი ლოკაციის ბოლო მკვიდრი, როგორი იყო მისი ტიპიური დღე და რა დამოკიდებულება გაუჩნდა თავად რეპორტიორს, ასე რომ ვთქვათ, მოსწავლეს ამ შემთხვევაში მისადმი და ეს ყველაფერი უნდა გაემთლიანებინა ინგლისურ ენაზე, დაეცვა რეპორტაჟის სტრუქტურა და ასე შემდეგ. დაეცვა იქ თავისი წარმოთქმისა და წარმოთქმის და პრეზენტაციის უნარჩვევების განვითარებინა. ეხლა აქ ცოტა ხანი შევჩერდები და გეტყვით დანერგვის პროცესში რა იყო მოთხოვნილი ეროვნული სასწავლო გეგმიდან და რა არასწორი ნაბიჯები გადაიდგა თქვათ სკოლის შიგნიდან. ეროვნული სასწავლო გეგმა გვეუბნებოდა, რომ ეს კომპლექსური დავალების წარდგინება უნდა მომხდარიყო ეგრეთ წოდებული უკუსლით დაგეგმვით, ანუ backward design-ით, რაც სლაიდზეც ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე გადავდივარ თუ არა ახალ თემაზე, მე მოსწავლეებს ვაცნობ ჩემი მომდევნო გაკვეთილების სერიის მიზანს, რომ ბავშვებს თავიდანვე ცოდნოდათ რა მომელის მე შემდეგ გაკვეთილებზე, შესაბამისად დამეორგანიზებია მე როგორც მოსწავლეს ჩემი ცოდნა, რა ვიცი ამ თემასთან მიმართებით, ამ მიზანთან დაკავშირებით, რისი გაღრმავება დამჭირდება და მე უკვე მართო ჩემი სასწავლო პროცესი თავად მე მოსწავლე. ანუ, მაგრამ ნახეთ, მასწავლებელი როგორც გითხარით, წარმოადგენ დავალების პირობას, თავშივე ვაცნობ
ვისახავ მიზნებს მოსწავლეებს, ვაწვდი შესაბამის რესურსებს და არა ისე რომ ეს დავალებაა და როგორ მიხვალ თქვენ იცით, არა რა თქმა უნდა მე ვაწვდი რესურსებს, მოსწავლეები ახდენენ ეტაპობრივად ცოდნის კონსტრუირებას და ბოლოს უნდა წარადგინონ საბოლოო პროდუქტი. ეს იყო იდეა, რასაც თქვათ ახალი სკოლის მოდელით ვისახავდით მიზნად და რასაც თავად backward design-ი გულისხმობს. ამ იდეით მე შემოგთავაზებთ ერთ ვიდეოს ჩემი მოსწავლეების მიერ. Hello, today I'm going to talk about the last inhabitant of the village which is located in high mountains. This is 8-year-old Anichka Bekauri, the last inhabitant of village called Skere, living in the Khada Valley for 59 years. Once there lived 32 people, but today there are only 2 left. There wasn't school in the village, people didn't have food, so they have left. She never stops. She always has something to do. She recalls that in the childhood, her mother was worried that she didn't know handcrafts and would be ashamed in the future. She loved Georgian poem The Night in the Panther Skin, or Vepchistrausani, which she knows by heart. She even knitted scene from the poem on the carpet. Nugarts me momklav ჭირითა ამისგან უარესითაო. შემკვდარ საგნახავ დავიჭრი თაბედი პრესითაო. She loves singing. As she says, she knew 60 songs and this is one of them. She's worried about emptiness of village but hopes that as few people are renovating their houses, others will join too and come back to the mountains. Her dream is to do everything that will make her grandchildren happy. I think this woman is a very good example of a great person who loves her village and family, and although there are not good conditions in the mountains, she still doesn't have her home. I think we need more people like her. Thanks for your attention. და აი აქ შევჩერდები 2 წუთით მინდოდა გენახათ ახლა მე როგორც ინგლისური ენის მასწავლებელმა რა მივაღწიე ის ლექსიკური ერთეულები რაც მე საგაკვეთილო პროცესში რამდენიმე ხნის განმავლობაში ვამუშავე ის გრამატიკული სტრუქტურა ვამუშავე ჩემის როგორც ამ ენის სპეციალისტის სამიზნეცნებაც იყო ენობრივი საშუალებები იყო თქვათ ეს ტექსტი თავად ჟანრი და ასევე რაც ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნეცნებაა ჩვენი კულტურათა შორის დიალოგი მე მოსწავლეს თუ კი წიგნში აქამდე ვასწავლიდი რომელიღაცა ტომის ბოლო მაცხოვრებელზე ეხლა მას უკვე ეროვნულ ჭრილშიც გაუჩნდა ამაზე განცდა და ფიქრდა აგერ თბილისის გულში მცხოვრები ბავშვი საერთოდ არ მოიაზრებდა რომ თურმე ასეთი პრობლემის წინაშე შეიძლებოდა მდგარიყვნენ ადამიანები აქვე ჩვენთან რამდენიმე კილომეტრში ხო და საბოლოო ჯამში ბავშვის დაინტერესებაც მაქსიმალური იყო როლი ნახა გაერთიანდა ასევე სხვა უნარებიც აქვს რომ კრიტიკული უნარები ზუსტად კრიტიკული აზროვნების დაუფიქრდა იმსჯელა ამ საკითხზე მოიძია ინფორმაცია მოახდინა ცოდნის კონსტრუირება გამოიყენა ტექნოლოგიები და საბოლოოდ მე გავედი შედეგზე რომ თეორია რაც საგაკვეთილო პროცესში მშრალად ისწავლებოდა აქამდე ვთქვათ მას უკვე ხორცი შეესხა და პრაქტიკულ ცხოვრებაში გადმოვიდა ეს იყო ჩემი ვთქვათ მასწავლებლის როლით, როდესაც გავყევი ნაბიჯ-ნაბიჯ იმას, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა მეუბნებოდა, მაგრამ გეტყვით, რომ დანერგვის პროცესში სამწუხაროდ ვაწყდებოდი რადიკალურ, ცოტათი ბევრად განსხვავებულ სიტუაციასაც, აი რასაც ახლა ეს სლაიდი გვაჩვენებს, ის გახლავთ ის, რომ მაგალითად თუ კი ეროვნული სასწავლო გეგმა გვეუბნება, რომ წინასწარ გააცანით, სამწუხაროდ მასწავლებლების ძალიან დიდი ნაწილი სამწუხაროდ ვიმეორებ პირიქით, ასწავლიდან თეორიებს, ასწავლიდან რაღაცებს განყენებით, ბოლოს აძლევდნენ ამ დავალებას. დავალების ბოლო ფინიში იყო, რომ მოსწავლეები კი არ წარადგენდნენ პროდუქტს, როგორც კვლევამაც გვაჩვენა, არამედ მოიტანდნენ პროდუქტს. ეს ძირითადი აქცენტები მასწავლებლის მხრიდან, როგორც აღმოჩნდა, უმეტეს შემთხვევაში კეთდებოდა პროდუქტის ვიზუალურ მხარეზე, რომელიც აი
ზუსტად ასახა თქვენმა კვლევამ, გადადიოდა თაროდან თაროზე, ბავშვი ითრგუნებოდა თუ კი მისი ვერ იყო ისეთად ვიზუალურად აღქმადი როგორც კოლეგის და ის თანაკლასელის და ამ დროს რა იგულისხმებოდა ამ ვიზუალურ პროდუქტში სამწუხაროდ აღარავის აინტერესებდა. აქ ერთ-ერთ გამოწვევად მე პირადად დავინახე რიგ შემთხვევაში ისიც რომ მასწავლებლები time consuming-ად მიიჩნევდნენ იმ ფაქტს, რომ დიდი დრო უნდოდა მოსწავლეებს წარედგინათ ეს. თუ კი ჩვენ დაგვესწრებოდნენ, ასე რომ ვთქვათ, coaching-ის პროცესში ჩართული მასწავლებლების შეხვედრებზე, აქაც ჰქონდათ ალტერნატივა შეთავაზებული, რომ მე პირადად ეს ალტერნატივა ვნახე, ეს ვიდეო ჩანაწერი. მოსწავლე მიგზავნიდა, მე ჩემი დროის ხარჯზე მას ვეცნობოდი, არც ერთი მოსწავლე უყურადღებოდ არ მრჩებოდა, იღებდა feedback-ს და ბავშვიც უკვე თავს რეალიზებულად ცნობდა და უკავშირსაც შესაბამისად იღებდა. ანუ ეს გამოწვევაც მოგვარებადი იყო, თუ კი მასწავლებელი, ასე რომ ვთქვათ, მაქსიმალურად შეეცდებოდა მოეძებნა ალტერნატივა. აქვე ძალიან უცებ მინდა გადაგავლებინოთ თვალი, თქვენმა კვლევამაც ბევრჯერ გააჟღერა ეს საკითხი, რომ კომპლექსური დავალებები იყო დიახის დავალებები, რომლებმაც გამოგვაღებინეს ერთმანეთის კლასის გაკვეთილების კლასის კარი, თანამშრომლებს, შევედით ერთმანეთთან, დავსხედით და ძალიან საინტერესო პროდუქტები დავგეგმეთ. ხა მე მაგ პერიოდში ქალაქ თბილისის 24 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ბავშვები გამოვიდნენ ონლაინ სივრციდან გარეთ, როგორ თვალშისაცემი იყო ჩვენთვის ბავშვების ჩაკეტილობა, ვეღარ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ძალიან ხშირი იყო მათ შორის კამათები სრულიად უაზრო საკითხებზე და ნამდვილად დაკარგული და დაქვეითებული ჰქონდათ თანამშრომლობითი უნარჩვევები. ამან გადაგვაწყვეტინა მე და ჩემს სამ კოლეგას, ხელოვნების მასწავლებლს ქალბატონ ტატიანა შადირიშვილს, ისტის მასწავლებელი ანა დარასელია და მე ინგლისურის, რომ მოდით ერთი ამ ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენც გვიწევს თანამშრომლობა, ნახეთ მე რა სულ სხვადასხვა საგნები ვართ და როგორ შეიძლება ჩვენც გაჩვენოთ თანამშრომლობითი უნარები ერთ გაკვეთილზე სამი მასწავლებელი შემოვიდეთ, არაფერი დავაზიანოთ, არ ვიჩხუბოთ, არ ვიკამათოთ და საერთო საქმე ისე გავაკეთოთ. თან ისიც გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ნახეთ რაღაც რაც ისწავლეთ ხელოვნებაში, როგორ ადგება ინგლისურსაც, რაღაც რაც ისწავლეთ ისჩი, როგორ საჭიროა ინგლისურისთვისაც და ამიტომ შევქმნით ეს კომპლექსური დავალება, თან ასევე გემსაც უმიზნეთ, გაგვიჩნდა ამბიციები, რომ ჩვენ გვინდოდა ჩვენ მოსწავლეებს ენახათ ეროვნული თუ უცხოური ხელოვნების ნიმუშების კულტურული ფასეულობათა პატივისცემა და მათი დაცვის პასუხისგებლობა ჩვენზეც რომ იყო და ეს გაგვეღვივებინა, შევქმნით ერთ-ერთი კომპლექსური დავალება, ეს გახლავთ მუზეუმი საზოგადოების ხელწერა, კომპლექსური დავალების ტექსტი იყო ასეთი კომპლექსური კომპიუტერული ტექნიკების გამოყენებით შექმნით ორენოვანი, ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ბუკლეტი, ახლა შინაარს გეტყვით მოკლედ, სადაც წარადგენდნენ რომელიმე მუზეუმს, გვეტყოდნენ რა ღირსშესანიშნაობები იყო ამ მუზეუმში, რის ნახვა შეგვეძლო, ცოტაოდენ მათ ისტორიასაც ერთი სიტყვით უნდა დაეინტერესებინათ ნებისმიერი ვიზიტორი ამა თუ იმ მუზეუმში ვიზიტით, ხომ? და ეს ყოველივე უნდა მომხდარიყო ორ ენაზე. აქ ხელოვნებას თავისი მიზნები აქვს გამოსახული, ხედავთ, ხელოვნების ჭრილში რა იყო სამიზნე, ის კიდევ თავარი ინსტრუმენტი იყო, რომ ელექტრონული დოკუმენტი უნდა შექმნილიყო და რაც თავარია ეს ყველაფერი ჩემი როგორც ენის ინსტრუმენტის საშუალებით უნდა განხორციელებულიყო. ძალიან მალე გადავალ რამდენიმე სლაიდებზე, ესე ხედავთ მე-6 კლასელების მიერ შექმნილი საბოლოო პროდუქტია, მინდა უცებ დაგანახოთ, აი ბავშვი მაგალითად როგორ გაასიტყვებს ამ ყველაფერს, რა განცდა დარჩა მას ერთ-ერთ მოსწავლეს. გავაკეთე საქართველოს ეროვნულ მუზეუმზე. მის პირველ გვერდზე შეგიძლიათ მისი ლოგო იხილოთ, ხოლო დანარჩენ გვერდებზე ინფორმაცია და მისი სურათები. ხელოვნების გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ თუ რა არის ბუკლეტი. აგრეთვე მასწავლებელმა გვანახა როგორი ფერები ეხამება ერთმანეთს და სხვა დიზაინთან დაკავშირებული საკითხებით გავიარეთ. აგრეთვე მან გვანახა ექვთიმე ტაკაიშვილის ფილმი, რის შემდეგაც ჩვენ ინგლისურის მასწავლებელთან ერთად წაგვიყვანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ მუზეუმზე გამეკეთებინა ჩემი ბუკლეტი. ინგლისურის გაკვეთილზე გადავთარგმნეთ უცხო სიტყვები და აგრეთვე ავაწყეთ ინგლისური ტექსტი, რომ ბუკლეტი ორენოვანი გამოსულიყო. ხოლო ინფორმატიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა გვასწავლა თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ბუკლეტი და აგრეთვე სხვა ადამიანების ნამუშევრებიც ვიხილეთ.
ეს პროცესი როგორ მივდივართ მასწავლებლები და ერთი მიზნის გარშემო როგორც გიორგიმ თქვა ეიფელის კოშკივით ერთ მწვერვალში როგორ ვიყრით თავს იმის ამსახველია როგორ მივედით და ვუყურეთ 6 მეზე ფილმს როგორ ვესტუმრეთ 6 მეღვთისკაცის ტაძარს და დავანახეთ ადამიანებს რომ ქვეყნისადმი ღვაწლი როგორ უფასდება ადამიანს ნუ კლასგარეში აქტივობებზე მინდა გითხრათ რომ კომპლექსურმა დავალებამ დიახაც მოგცა საშუალება რომ თუნდაც არაკლასის დამრიგებლებს ორგანიზება გაგვეწია არაფორმალურ გარემოში წაგვეყვანა ბავშვებისთვის განგვევითარებინა კიდევ ეს არაფორმალური ურთიერთობის თანამშრომლობითი უნარები ენახათ რომ მუზეუმში გამოფენილი ღირსშესანიშნაობები დაფიქრებული იყვნენ ქართული წარსულზე საქართველოს საგანძურზე და მინდა ასევე ხაზი გავუსვა მშობელთა ჩართულობას რისი საშუალებაც ერთი მხრივ უარყოფითად წარმოჩინდა ჩვენს კვლევაში მაგრამ დადებითიც რომ ქონდათ რომ რა გავლენა იქონია მშობელთა ჩართულობამ დიახ მშობლებს რაღაც მომენტში დასჭირდათ რომ უფრო მოენახათ რომ შვილებისთვის ოღონდ ეს ჩვენ ჭრილში იყო ის რომ მოსწავლეებთან ერთად ისხდნენ და რაღაც დოკუმენტებს რასაც თქვათ ბავშვი ვერ მოიძიებდა თუ ეხმარებოდნენ და მშობელთა ჩართულობა ძალიან პოზიტიურად ისახებოდა ექსკურსიაზეც გვახლდა აგერ მშობელს ხედავთ თქვენ კადრში მაგრამ რატო იყო განპირობებული უარყოფითად მშობელთა ჩართულობა და აისახა უარყოფითად კვლევაში ამის პასუხიც მე მაქვს როგორც პრაქტიკოს შიგნიდან მომუშავე ადამიანს რომ როგორც თავდაპირველად გითხარით რომ ეს დავალება გადაეცემოდა მოსწავლეებს უკვე არა backward design-ის პრინციპით არამედ ბოლოში და მოსწავლეები არ იყვნენ ზუსტად იმ მზაობაში რომ შეექმნათ ის დავალება რაც მათ მასწავლებელმა მიაცათ იძულებულნი ხდებოდნენ რომ მშობლები თავად შეექმნათ თუნდაც ის ზვირადღირებული მაკეტები თუნდაც ფოტოების ამობეჭდა და ასე შემდეგ და როლი აქ არასწორად იქნა მიღებული არა ცოდნის კონსტრუირების პროცესში იყვნენ მშობლები ჩართულნი არამედ ისევ და ისევ არასწორად წარმართულმა სასწავლო პროცესმა განაპირობა რომ მშობლები თვითონ ქმნიდნენ ამ ყველაფერს და არა მაგალითად იმ კუთხით როგორც მე დამჭირდა ამის აღქმა ამ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას ჩვენ ძალიან ბევრჯერ გქონდა კოლეგებთან შეხვედრები აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმიტომ რომ ჩვენ მოვიცავით არა მარტო ის ერთი კონკრეტული კლასი ეს კლასის ბავშვები მას შემდეგ რაც შექმნეს ბუკლეტები უკვე ხედავთ კადრშიც ესტუმრნენ აქ ხა ვიდეოც არის და წარუდგინეს ინგლისურ ენაზე შექმნილი ეს დოკუმენტები მცირე უმცროს კლასელებს მე-4 მე-5 კლასელებს ინგლისურ ენაზე აჩვენეს ბუკლეტის ფორმატი როგორია ასწავლეს ტექნიკურადაც ეს ყოველივე და ამასთანავე გააცნეს ის ღირებული ჩვენი კულტურული ძეგლი რასაც თქვათ თითოეული მუზეუმი გამოფენდა და რომელთა შესახებაც თავად ბავშვებმა შექმნეს ეს ნამუშევრები. ნუ ეს გამოწვევები, რაზეც უკვე მეტნაკლებად ვისაუბრე, გახლავთ რომ აქცენტები არასწორად იყო მასწავლებლების მხრიდან გაკეთებული, რომ არიქა მთავარია ვიზუალურად წარმოსადეგი დოკუმენტი იყოსო, სამწუხარო რეალობა ჰქონდა ეს, რასაც უკვე მოყვა მშობლების არასწორი კუთხით ჩართვა, ხო? ასევე ტექნოლოგიებთან დაკავშირებითაც ჰქონდა რიგი გამოწვევები, როგორც დანერგვის პროცესში ჩართულმა ადამიანმა წავაწყდი იმას, რომ ძალიან ბევრი პედაგოგი იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების უნარჩვევებს მოკლებული სამწუხაროდ. შესაბამისად, ეხა 21 საუკუნეში აღზრდილ ბავშვს ცოტა რთულია ასეთი მასწავლებლები ვეურთიერთოთ გულისხმობთ ცუდი მნიშვნელობით არა, მაგრამ იმიტომ რომ ვეღარ ვახდენთ მათ დაინტერესებას. ბევრ შემთხვევაში შევაწყდი ესეც რომ ბავშვებს ჰქონდათ გაკეთებული არაჩვეული პრივი ელექტრონული რესურსები, მაგრამ მასწავლებლებს არ ჰქონდათ უნარი, რომ თუნდაც ის გაეხსნათ და ეჩვენებინათ. ამას ალბათ თავისი რიგი პრობლემები აქვს და არ არის მარტო მასწავლებელზე ეს ტვირთი, რომ ტექნიკური აღჭურვაც ვერ მოხდა საგაკვეთილო პროცესებისა სათანადოდ გარკვეულ სკოლებში, ალბათ ეს ყველაფერი ამასაც განაპირობებდა. და ამ სლაიდით მინდა გაჩვენოთ ერთი კომპლექსური დავალება, როგორც თქვათ, ექსპერტული ჭრილიდანაც და მასწავლებლის თვალით დანახულმაც, რისი საშუალება მომცა. მომცა ის, რომ გაუზარდა ჩემს მოსწავლეებს мотиваცია, ნახეთ თქვენ რომ ბავშვებს ნახეს რა იქ რეფლექსია რომ მოგვესმინა უკეთ ვნახავდით, რომ ნახეს რა თავადვე რეალურ სამყაროში ის მუზეუმი, ნახეს რა როგორ არ ვუფრთხილდებოდით თუნდაც 24 სკოლის ეზოში გოგი დოლიძის ძეგლს და რა წარწერები იყო მასე გაკეთებული, უკვე мотиваცია გაუჩნდათ, რომ დიახ, ჩვენ უნდა გავარეკლამოთ ეს ყოველივე, წარვადგინოთ უმცროს კლასელებთან და ვიზრუნოთ ეს ჩვენი
თვალია და შევქნათ ეს პროდუქტიც. ნუ წინარე ცოდნა ნამდვილად გაუაქტიურდათ ბავშვებს, ცოდნის სამივე კატეგორია, ის თეორია, პრაქტიკაში რა დროს და რატო გამოვიყენო, ამის საჭიროებაც დავინახეთ. ნახეთ, რომ ცოდნათა ორგანიზებას backward design-ით რახან წაუყვებო, თუ კი წაუყვებოდა მასწავლებელი, თავად უახდენდა ბავშვი და რაც მთავარია, ბავშვი თავად სწავლობდა, როგორ წარემართა სასწავლო პროცესი ეფექტურადაც და ეფექტიანადაც. და კიდევ ზოგად გამოწვევებზე მე რასაც თქვათ, როგორც მასწავლებელი და როგორც ექსპერტი წავაწყდი, ვიტყვი ის, რომ მასწავლებლების სქემის მიერ კოუჩინგის პროცესის არაღიარება იყო. ძალიან ბევრი მასწავლებლისგან მესმოდა ტრეინინგების თუ კოუჩინგის პროცესში, რომ იცი რა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიფასდება, ჩვენ ამაში კრედიტქულებს ვერ ვიღებთ. აი, ჩემო კოლეგამ ხათუნამ კი ბრძანა, რომ მე პორტფოლიო უკვე ბოლოში იყო უკან წამძღვანებული ლამპარივით, არავინ არ იცოდა წინასწარ, რომ შეიძლებოდა ეს როდესმე პორტფოლიოში გამოდგებოდათ მათ და ამიტოც ეკეთებინათ. კოუჩინგის არათანაბარი ხელმისაწვდომობა, ამასაც ვიტყვი, თქვენ კვლევაში ზუსტად გქონდათ, რომ ყველა სკოლა ვერ მოიცვა ახალი სკოლის მოდელმა და ალბათ უნდა დართოდა ნება რომ მოსულიყო, ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა. ნაკლებად მოტივირებული პროცესში ჩართული მენეჯერული რგოლი თქვენ ზუსტად ასახეთ, იქ სადაც ვაწყდებოდით, რომ სკოლის დირექტორებისგან გქონდა დიდი მხარდაჭერა, არაჩვეულებრივად და ძალიან შედეგზე გასული იყო ეს ყოველივე, მაგრამ სადაც იქ დირექტორები თავადვე ესე არა სასურველად უდგებოდნენ ამ ყოველივეს, ცხადია, იქ ვერ იყო შედეგი და ბოლო დიდი გამოწვევა ექსპერტული თვალით რაც დავინახეთ კოუჩინგის პროცესში გახდათ დიახ ონლაინ კოუჩინგი, რომელიც სამუშაო დღის ბოლოს მიმდინარეობდა და ყოფითი ცხოვრება იმდენად რთულია დღევანდელ დღეს მასწავლებლების, რომ ხა სამუშაო დღის შემდეგ კიდევ ვინმე რო სთხოვს, რომ დასხედით და გვისმინეთ და ხშირად ვიღებდით სამწუხარო რეალობას ჩართული გათიშული კამერები, ესეთი გაბატონებული ის რომ არის გამოძამკვდრების გამოძახილივით, ხო, აღმოჩნდებოდა, რომ მე კი ვლაპარაკობ, მაგრამ იმათმა რა მოისმინეს, ეს თალკე თემა იყო. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ალბათ სისტემურად რო გვეზრუნა, ნამდვილი ძლიერი კონცეფცია, რასაც ეს ახალი სკოლის მოდელი ატარებდა, უფრო ბევრ ბენეფიტს დაგვიდებდა დღესდღეობით. მადლობა ყურადღებისთვის.